1998 წლის 19 ოქტომბერს, შუაღამისას, სენაკიდან ქუთაისისკენ ტანკების კოლონა დაიძრა. სენაკის სამხედრო ბრიგადიდან გამოსულ ჯარისკაცებს მყარი გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ისინი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობისთვის გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას აპირებდნენ. ამბოხებულებს თავდაცვის სამინისტროს სენაკის ბრიგადის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი რეზო ასმავა და სპეცდანიშნულების რაზმ სატურნის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი აკაკი ელიავა მეთაურობდნენ. მათ ბრძოლის გარეშე უნდა აეღოთ ქუთაისი, გადაეკეტათ რიკოთის უღელტეხილი და დასავლეთ საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოეცხადებინათ. ამბოხებულთა გათვლით დასავლეთ საქართველოდან დაწყებულ აჯანყებას მხარს აღმოსავლეთიც დაუჭერდა და შევარდნაძის ხელისუფლებას საბოლოოდ დაამხობდნენ. იმ ღამეს ვერც ქუთაისში და ვერც თბილისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დილით მოსახლეობა შესაძლოა ორად გახლეჩილ ქვეყანაში გაღვიძებოდა. ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს როგორც ყოველთვის მძიმე სამუშაო დღე ჰქონდა. სამხედრო ნაწილებში ოფიცერთა და ჯარისკაცთა უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. არმია ნახევრად ჩაუცმელი და მშიერი იყო. ოფიცრები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში ზუსტად ისეთივე სიდუხჭირე და ქაოსი იყო, როგორც მთელ ქვეყანაში. ბუნებრივია ეს ქმნიდა რაღაც პირობებს იმისათვის, რომ ჯარი გამხდარიყო თვითონ დესტაბილიზაციის ფაქტორი. 70 წლის პრეზიდენტ შევარდნაძეს ჯარის გარდა პრობლემა კიდევ ბევრი ჰქონდა. ის ქვეყანაში ვითარებას გაჭირვებით აკონტროლებდა. 1998 წელი მისი მმართველობისათვის უმძიმესი აღმოჩნდა. იმ წლის 9 თებერვალს 21 კაციანმა შეერაღებულმა რაზმმა, რომელიც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეომრებითა და ჩეჩენი მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული, მასზე თავდასხმა მოაწყო. ის მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ამ მოვლენიდან სამ თვეში საქართველო ახალ პროვოკაციაზე წამოეგო. ხელისუფლებამ აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის გაფართოება დაიწყო. ეს წამოწყება საშინელი კრახით დასრულდა. აფხაზებმა გალის რაიონში ქართველთა სოფლები თითქმის მთლიანად გადაწყვეს. საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღეს გაგრძელდა. აფხაზეთიდან გამოაძევეს 40,000 ადამიანი. მათი დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. იმავე წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ხელფასები და პენსიები, რომელიც ისედაც მიზერული იყო, თვეობით იგვიანებდა. ენერგეტიკული კრიზისი კი ყოფას საერთოდ გაუსაძლის ხდიდა. ასეთ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როდესაც ძალოვან უწყობებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი არეულობის დაწყება იგეგმებოდა. ვინ იყო ის ხალხი, ვინც ახალი პოლიტიკური კატაკლიზმების სცენარს წერდა? ედუარდ შევარდნაძეს მტრების საკმარისზე მეტი ხავდა. თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ისინი 1992 წლიდან მოყოლებული, რაც გამსახურდია საქართველოდან გააძევეს, შევარდნაძის ხელისუფლების დამხობისთვის დაუღალავად იბრძოდნენ. გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც კი მათ მტკიცედ სწამდათ, რომ არსებულ ხელისუფლებას ბოლოს მოუღებდნენ. მათი დიდი ნაწილი ლეგალურად ცხოვრობდა და გარკვეული ნაწილი არალეგალურად. გააჩნდათ საკმაოდ დიდი შეიარაღება და ეს შეიარაღებები გადამალული იყო სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ჩვენი კონტროლი იქ საერთოდ არ ხორციელდებოდა. თუმცა საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც ასეთი იარაღები საკმაოდ გააჩნდათ. განწყობილება მათი. აი ასეთი მიუხედავად იმისა, რომ 9 თებერვლის ტერაქტი დამთავრდა უშედეგოდ, 19 თებერვლის მოვლენები, აი როდესაც გოჩაესებუამ 4 საერთაშორისო დამკვირვებელი გაიტაცა, ისიც უშედეგოდ დამთავრდა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ კრახით. მიუხედავად ამისა, ეს ძალები ფარხმალს არ ყრიდნენ. 1998 წლის ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრეების თითქმის მთელი ხელმძღვანელობა დაპატიმრებული იყო. თუმცა ისინი, ვინც შემთხვევით გადაურჩნენ დაპატიმრებას, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. 1998 წლის ზაფხულში გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნემო ბურჭულაძე მოსკოვიდან აჭარაში ნოდარ კაპანაძის ყალბის საბუთებით ჩავიდა. ის მაშინ ქართველი სამართალდამცავებისაგან იძებნებოდა.
ბათუმში რა თქმა უნდა მესაზღვრეებმა იცნეს ბურჭულაძე, თუმცა მან აჭარის მიწაზე ფეხი უპრობლემოდ შედგა. მზადდებოდა აი ამ სამხედროების გამოსვლა საკმაოდ დიდი ძალების და რო საჭირო იყო პოლიტიკური მხარდაჭერა მათთვის უზენაეს საბჭოს მხრიდან. ეს იყო ძირითადი რისთვისაც მე ჩამოვედი. ბურჭულაძეს აჭარაში რამდენიმე ადამიანი დახვდა, მათ შორის პროფესორი ზაურ კვარაცხელია. მისი სახელი და გვარი უბრალო ადამიანებს არაფერს ეუბნებოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, სწორედ ზაურ კვარაცხელია იყო დაგეგმილი ამბოხების მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. ამ ოპერაციაში მისი კოდური სახელწოდება იყო ლუკა. კონსპირაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო ჩვენს ბიჭებში. ისინი ერთმანეთს თუ დაუშვა ტელეფონით იყო საუბარი, ესაუბრებოდნენ მხოლოდ ზედმეტი სახელებით. შემდეგ ქალაქები დაუშვათ, ბათუმი იყო სოჭი, თბილისს ერქვა დაუშვათ მინსკი, ასევე ზუგდიდს სხვა სახელი ჰქონდა, ფოთს სხვა სახელი ჰქონდა. ბიჭები მეტსახელები იყო დაუშვათ ლუკა, სლავა, ნოე დაუშვათ, კოჭოიები ძალიან ბევრი ყავდა სხვათა შორის მებრძოლებში. ამბოხება მთლიანად მოსკოვში დაიგეგმა. ზვიად გამსახურდიას მომხრეების საკოორდინაციო შტაბში. მისი განხორციელებისათვის კი ყველამ ბათუმში მოიყარა თავი. აბაშიძე ძალიან ორმაგ თამაშობდა ასე ვთქვათ ზვიადისტებთანაც, თამაშობდა შევარდნაძესთანაც, მაგრამ თავს არ აჩენდა. მას არ გაუწევია ამ ბიჭებისათვის, ვინც მოსკოვიდან ჩამოვიდა და აი ამ სიტუაციას გეგმავდნენ საქართველოში, არც ერთი დახმარება, ასე ვთქვათ, ლარის დახმარება ასლან აბაშიძეს მხრიდან არ ყოფილა. მაგრამ დახმარება ის იყო, თუ იცოდა, რომ ასეთი შტაბი მოქმედებდა ბათუმში, რომ ხელს არავინ არ გვახლებდა. ესეც გარკვეულწილად მე რომ მკითხოთ, დახმარების ტოლფასი იყო ჩვენთვის. ჩვენთვის ვამბობ ჩვენი ბიჭებისათვის. აჭარაში შეკრებილი შეთქმულები მთავარ გათვლას თავდაცვის სამინისტროში მომუშავე იმ ოფიცრებზე აკეთებდნენ, ვინც სამოქალაქო ომის დროს ზვიად გამსახურდიას მხარეზე იბრძოდა. მალე შეთქმულებას ორი ოფიცერი, აკაკი ელიავა და რევას ასმავა შეუერთდა. აკაკი ელიავა უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმ სატურნის შტაბის უფროსი იყო, ხოლო ასმავა სენაგის ბრიგადის მეთაურის მოადგილე. ორივე სამოქალაქო ომის მონაწილე იყო. ისინი ედუარდ შევარდნაძის მიმართ სიძულვილის მეც არაფერს განიცდიდნენ. სახელმწიფოს მართვა შევარდნაძეს შეუძლია მაშინ საქართველოში ყოველ მეათე კაცს შეუძლია საქართველოს მართვას დღეს რო იმართება ის. ყოველ მეათე ქართველს შეუძლია საქართველოს ვინც ოჯახის მართვა შეუძლია, იმას საქართველოს მართვა შეუძლია. ასე ვფიქრობ მე ნორმალური კაცი ვინც არის. რატომ არ შეუძლია საქართველოს მართვას სხვამ შევარდნაძის გარდა? თურმე შევარდნაძის უმისოდ სარიშვილმა ალოკია ხალხს არის დანაფურცხი პარლამენტის წინ და თურმე ვარგებულა შევარდნაძის უმისოდ ხე არის აგერ საგაშვილი. მაშინ არ შეიძლებოდა ვინმე სხვა ყოფილიყო გადაგდებული შევარდნაძის ადგილას, რომელიც მოვიდა ჯარით, ხუნტით და გადააგდო კანონიერი ხელისუფლება. კავშირების სამხედრო ნაწილებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიბა. მოიძებნა თითქმის ყველა ოფიცერი, ვინც გამსახურდიას მომხრე იყო. გეგმაც დეტალებში გაიწერა. გამსახურდიას მომხრეებს მოკავშირეები ზესტაფონის, გორის და თბილისის სამხედრო ნაწილებში საკმაოდ ბევრი ჰყავდათ. შეიქმნა მეამბოხეთა ერთიანი ქსელი. მთავარი დასაყრდენი კი სენაგის ბრიგადა გახდა. სწორედ აქედან დაიწყებოდა აჯანყება. ბრიგადა არ იქმნებოდა იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაეგდო, ვთქვათ, სამოქალაქო ომის პირამდე მიიყვანა. ბრიგადა თავის დროზე იქმნებოდა იმისათვის და კონტინგენტიც ისეთნაირად შეირჩა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად თუ მოხდებოდა სამხედრო ძალით. აფხაზეთში რაიმე პრობლემის გადაჭრა ეს უნდა ყოფილიყო ავანგარდი. აი ამ იმით იქმნებოდა, ამიტომ შეარაღება მათ ყველაზე კარგი ჰქონდათ. გეგმა ზუსტად დამუშავდა. აჯანყება გათვლილი იყო მოულოდნელობის ეფექტზე. სენაგიდან ქუთაისში სამხედროებს მაშინ უნდა გაევლოთ და ქალაქში გასროლის გარეშე შესულიყვნენ. სწორედ ამას ეყრდნობოდა მთელი გეგმა. ისინი უბრძოლველად იკავებდნენ ქუთაისს. მხოლოდ ამის შემდეგ იფეთქებდა რამდენიმე სამხედრო ნაწილში აჯანყება. ზუგდიდი რა თქმა უნდა მზად იყო.
დილით ისინი ხელისუფლებას მთელ სამეგრელოზე განავრცობდნენ. 4 საათში ამბოხებულები დასავლეთ საქართველოს აჭარის გარდა ტყუის გასროლის გარეშე იკავებდნენ. ამბოხების ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო ვენერა. დასავლეთ საქართველოს გაკონტროლების შემდეგ დაგვეწყო მოლაპარაკება საქართველოს მომავალ ცხოვრებაზე საერთოდ ფაქტობრივ ხელისუფლებასთან საქართველოსი და ძირითადი მიმართულება რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის როგორც ვიადგამსახურდიას გზა იყო და როგორც ის მოვიდა ხელისუფლებაში ეს იყო არჩევნების გზა ალბათ. ამ ქუთაისის შესვლის შემდეგ მიტინგი ჩატარდებოდა და მიტინგზე გაცხადდებოდა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, მიტინგზე გაცხადდებოდა ის მოთხოვნები, რომელიც აჯანყებულებს გააჩნდათ. პირველ რიგში ეს იყო პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, უპირობო განთავისუფლება და შემოშვება ქუთაისში. შემდეგ თუ რაიმე ტექნიკა მოდიოდა თბილისიდან, მისი უკან გაწვევა აუცილებლად და მოლაპარაკების დაწყება მრგვალ მაგიდასთან ერთი მხრივ ამ არალეგიტიმურ თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეორე აჯანყებულების წარმომადგენლებთან. ხელისუფლება მოახლოებულ საშიშროებას გრძნობდა, თუმცა მის ასაცილებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ვერ შეძლო. მარტო სამართალდაცვის სისტემა მას ვერ გასწდებოდა, მინდა გულახდილად გითხრათ, მით უმეტეს ისეთი სამართალდაცვის სისტემა, რომელიც 97-18 წლებში ჩვენ გაგვაჩნდა. ეს არ იყო სრულყოფილი სისტემა, ეს არ იყო ძლიერი სისტემა. ამ სისტემაში მუშაობდა მთელი რიგი ჯგუფები ადამიანებისა, რომლებსაც განწყობილება მაინდამაინც დადებითი ხელისუფლების მიმართ არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, კითხვა ჩდება, რომ რა უნდა ასეთ ადამიანებს ორგანოების, მაგრამ ისინი იმდენად მრავალნი იყვნენ და არ აფიქსირებდნენ თავიანთ ამ პოზიციას, მაგრამ საკმარისი იყო შექმნილი იყო შესაფერისი სიტუაცია, რომ ისინი ჩათვალეთ უკვე მეორე ფლანგზე აღმოჩნდებოდნენ. იმ მონაცემებიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა, იკვეთებოდა ასე, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო დასავლეთ საქართველოს იზოლაცია აღმოსავლეთ საქართველოსაგან. ამის რა გზები არსებობდა, ერთი როკის გვირაბის დაკავება ვთქვათ და მეტი პრაქტიკულად და შიგნით ვთქვათ წინააღმდეგობის ისეთნაირად აწყობა, რომ ვთქვათ ეს შეუძლებელი გამხდარიყო ადვილად დაბრუნება იმ სიტუაციის, რომელიც მანამდე არსებობდა, ხო? ამიტომ პარალელურად მიდიოდა დასავლეთ საქართველოში შეღწევის გზების ასე რეკოგნოსცირებას ვეძახით ჩვენ. მარშრუტები იგეგმებოდა ახალციხიდან და არის კიდე რამდენიმე გზა. შემდეგ უფრო სხვა სიტუაციები როგორ შეიძლება ვთქვათ მარწუხში მოყოლა თუ ძალიან ცუდი სცენარით განვითარდებოდა და შესაბამისად საზღვაო ქვეითი ძალები იყო ჩართული. ოქტომბერში ამბოხების წინ ვითარება ასეთი იყო. ხელისუფლების რეიტინგი დღითი დღე კატასტროფულად ეცემოდა. ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში უფრო და უფრო ეფლობოდა. შევარდნაძის მმართველობაზე უარესი მხოლოდ ახალი სამოქალაქო ომი შეიძლება ყოფილიყო. ასლან აბაშიძე მოთმინებით აკვირდებოდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მისი მთავარი ამოცანა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება იყო. ამით თავის ფეოდალურ მმართველობას კიდევ უფრო გაიმყარებდა. არეულობა დანარჩენ საქართველოში მას მინიმუმ პოლიტიკურ ცხოვრებას გაუხანგრძლივებდა. გამსახურდიას მომხრეები აჯანყებისთვის მოემზადნენ. მათ გეგმა ასეთი ჰქონდათ. შევარდნაძის ჩამოგდება, ახალი არჩევნების დანიშვნა. შემდეგი ნაბიჯი საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმება იქნებოდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი გურამ აფსანძის კანდიდატურას დაასახელებდნენ. იმ დროს აფსანძე დაპატიმრებული იყო. მას 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორობაში ედებოდა ბრალი. 18 ოქტომბერს ამბოხების ორგანიზატორები და რამდენიმე სამხედრო სცენაში რევას ასმავა სახლში საგანგებოდ შეიკრიბა და სუფრას მიუსხდა. ნერვიულობას ვერავინ მალავდა. სასმელს განსაკუთრებით აკაკი ელიავა ეძალებოდა. ზუსტად 12 საათზე საულ კვარაცხელია ფეხზე წამოდგა. დროა თქვა მან და ყველა სენაკის სამხედრო ბრიგადისაკენ გაეშურა. ოქტომბერს შუაღამისას სენაკის ბაზაზე განგაში გამოცხადდა.
რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს. ბრიგადიდან რამდენიმე ასეული ჯარისკაცი რევას ასმავას ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა. გეგმა მაქსიმალური სიზრუნვით იყო გათვლილი. ქუთაისში პირდაპირ მარშით ასმავა შევიდოდა, ხოლო ხონიდან ელიევას რაზმები შევიდოდნენ. ახლა ყველაზე მთავარი ამბოხების პირველი 4 საათი იყო. ქუთაისამდე მათ მარშით უნდა გაევლოთ, გასროლის გარეშე. თუ ეს მოხერხდებოდა, მათ მეტი შანსი ექნებოდათ. თავიდან ყველაფერი გამოვიდა სწორად, კოლონა დაგენებული იყო. სულ ყავდა ბრიგადაში 21 ტანკი, აქედან ერთი იყო სასწავლო, რომელიც ადგილზე დარჩა. 4 ტანკი გადავეცი აკო ელიევას ბიჭებს, 4 ტანკი და 2 BMP. გადავეცი აკო ელიევას ბიჭებს, მათ ყავდათ კიდევ თავისი 2 BMP და იმათმა დაიწყეს მოძრაობა. გამოვიდნენ ჩვენზე წინ, ადრე სადღაც ერთი გასწვით 9 საათი დაძრე ისინი. ხოლო 18 ერთეული BMP ტანკი გამოვიყვანე მე, პირადი შემადგენლობა და 18 ერთეული ტექნიკის მე გამოვიყვანე სადღაც 400 ჯარისკაცამდე. მათთან ერთად. ნემო ბურჭულაძე ქუთაისში უკვე რამდენიმე დღის ჩასული იყო. ქუთაისში იყვნენ დევდილი უზენაესის საბჭოს პრეზიდიუმის წევრებიც. დილით, როდესაც ქალაქს აიღებდნენ, ბურჭულაძე უზენაესის საბჭოს სახელით კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. ამავე დროს გაიგზავნებოდა რუსეთის სამხედრო ნაწილებისადმი მიმართვა, სადაც მათ ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. თბილისში პარალელურად მიტინგები და დემონსტრაციები დაიწყებოდა. მაგრამ ამბოხებულების გეგმის განხორციელება თავიდან ცუდად დაიწყო. ტექნიკის გამოყვანას 1 კი არა, 3 საათი დასჭირდა. ტანკების ნაწილი მათ საერთოდ ვერ დაქოქეს. ბრიგადის ტერიტორიაზე სირბილი, ყვირილი და გინება დილის 3 საათამდე ისმოდა. აღმოჩნდა, რომ ტანკებში საწვავი არ იყო. არადა წინა დღეს ასმავამ სათითაოდ შეამოწმა მძიმე ტექნიკა. მაშინ ყველა ავზი სავსე იყო. ყველაფერი კი ძალიან უბრალოდ მოხდა. ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელიც ამბოხებას მხარს არ უჭერდა, ტანკებიდან საწვავი სპეციალურად დაღვარა. სამხედრო ნაწილში კი საწვავი მეტი აღარ იყო. ეს ვითომ უბრალო ფაქტი. მოგვიანებით ამბოხებულთა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი გახდა. საბოლოო ჯამში 12 ერთეული ჯავშან ტექნიკა და 200-მდე ჯარისკაცი ქუთაისისკენ დაიძრა. მაგრამ თბილისში უკვე ყველაფერი იცოდნენ. თუმცა გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ დაკარგული არ იყო. ჩავედი პრეზიდენტის კანცელარიაში იყო. ძალიან მოკლე საუბარი ჰქონდა, იმიტომ რომ დაახლოებით იმან იცოდა. დაახლოებით კი არა, ძირითად ხაზებში მან იცოდა ახლა ჩვენი აქტივობა იმ პერიოდში. უბრალოდ მკითხა, რამდენად დაზუსტებულია გეგმა. მოთხარი რომ გენშტაბის უფროსი უკვე დაბარებულია, მელოდება, დავაზუსტებთ და მე წავედი. მე უნდა წავსულიყავ ქუთაისში. არავითარი განსაკუთრებული მღელვარება და შეშფოთება არ იგრძნობოდა იმ დღეებში სახელმწიფო კანცელარიაშიც. არ მომხდარა რეჟიმის, თქვა, შეცვლა, გასვლა გამოსვლის კანცელარიიდან, ან სპეცდანიშნულების რაზმების შემოყვანა. მე მახსენდება მაგალითად ესეთი ეპიზოდი, რომ იმ დღეს სახელმწიფო კანცელარიის პრეს-ცენტრში ვნახე ოპოზიციური გაზეთის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გაზეთის რედაქტორი, რომელიც რაღაც ჟურნალისტურ საქმეზე იყო მოსული და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიიღო. ყველა მიუხედავად იმისა, რომ ის რაც ხდებოდა, ნამდვილად იყო სამოქალაქო ომის რეციდივი. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხების შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილი ძალიან მალე გახდა, ვითარება მაინც საგანგაშო იყო. საქმე ის იყო, რომ საწვავი არც თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა და დასავლეთ საქართველოში ნაწილების გადასროლა შეუძლებელი იყო. დასავლეთის მიმართულების სარდალმა ზაურ უჩაძემ მხოლოდ რამდენიმე ათეული ჯარისკაცით გადაკეტა ქუთაისისკენ მიმავალი გზები. ჩვენი მონაცემებით პირველი წამოსვლა უნდა ყოფილიყო, კოლონის წამოსვლა უნდა ყოფილიყო სამტრედია ქუთაისის მიმართულებით. ჩვენ გავეცით ბრძანება ტანკს საწინააღმდეგო ქვედანაყოფს და დავიკავეთ ზღუდი აი ასეთივე დაახლოებით ასეთივე ზღუდი დავიკავეთ აი მიმართულებით აი სამტრედია ქუთაისის დამაკავშირებელ ხიდ. ამბოხებულების კოლონა ნელა და უწესრიგოდ მიიწევდა წინ. პირველად ვინც გზაზე გადაეღობა, იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი იყო. აჯანყებულებს ბევრი არც უფიქრიათ. პრეზიდენტის რწმუნებული მთელი ამალით მძევლად აიყვანეს და კოლონას უკან მოუქციეს.
მაგრამ გუბისწყალთან უჩაძის ნაწილებს პოზიციები უკვე დაკავებული ჰქონდა. ასმავამ შეტაკებას თავი აარიდა და მარშრუტი შეცვალა. ის კაკო ელიევასთან ერთად ხოლიდან შეეცადა ქალაქში შესვლას. ამან კიდევ დააკარგვინა დრომე ამბოხეებს. როცა ნახე 6 ტანგის მეტი ვერ მომყვა და დამთავრდა საწვევები დანარჩენ ტექნიკაზე, ამიტომ ვიდექი ხონიზის შესასვლელს. ამიტომ მიზულებული ვიყავი კაკოსთან ერთად გავერთიანებოდი და კაკოსთან ერთად წავსულიყავი ერთი გზით. თორემ ის რომ საშიაშვილი მოვიდა და ემან დაგვაბრუნა, ის მოუყვეს მაგი ბებიანის. მაგი მოვიდა აპარატით გადამღებით. აპარატით წავარდი და თვითონაც დავიჭირეთ. რისი დამბრუნებელი იყო, ის იყო რა ქვია, ანირანივით იდგა მე იქ და მე ვარო რაც ვარო და ეს გავაკეთე აწყვებდა ხალხს. ესაა კომუნისტური ბლეფი. საბოლოოდ იმის ნაცვლად, რომ დილის 4 საათზე ამბოხებულები უკვე ქუთაისში ყოფილიყვნენ, ისინი დილის 9 საათისთვის ხონში ძლივ შევიდნენ. დრო ამბოხებულების სასარგებლოდ არ მუშაობდა. თავდაცვის სამინისტრო ძალების მობილიზებას ნელა, მაგრამ მაინც ახდენდა. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა დროის გაყვანა იყო. მოვილაპარაკეთ რა, რაღაც მოვილაპარაკოთ, სახელები არა. ისინი ხო არა ვარ, არა გადამოიღეთ. მოვილაპარაკოთ, გამოინახება საერთო ენა ყოველ. არასდროს ანუ რატო? პირდაპირ შევაჭერით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. ავედით ახლა ყველა უმეტესობა მიცნო, გაიწიეს, გამოიწიეს, ელიევა გვინდა. დაიწყეს ახლა ელიევას ზებნა და მოვძებნეთ როგორც იქნა ელიევა. ელიევას ვიღაცები ახდენ და მე ვუთხარი კაკო მე შენთან პირადად მინდა საუბარი, მე და ალეკოს. და მართლაც ვისაუბრეთ, დაახლოებით 1 ნახევარ საათი 40 წუთი მას ვესაუბრეთ. ნუ საუბრის ძირითადი თემა ეს იყო, რომ სასაკლაუზე მიყავდა მაზეს პატარა ბავშვები. ეს იყო ისეთი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ დამარცხებით დამთავრდებოდა, ხელახლა იწყებოდა საქართველოს სამოქალაქო ომი, ასე შემდეგ და ისიც კი უთხარი კაკო, იქამდე მიყავ შენი საქმე, რომ საქართველოს შეიძლება შენი დასამართლე ადგილიც კი არ მოინახოს. კაკო იყო ნასვამი, საკმაოდ ნასვამი იყო. და ამ საუბარში, აი ესეთი, ეხლა ეს არ იყო იოლის საუბარი, წარმოიდგინეთ ხო თქვენ რანერი მდგომარეობაში ვიყავით ჩვენც და ისიც. მასთან ვიღაცა შემოვიდა და რაღაცას ყურში ჩარშუშულებდა, ის ეტყო და გადი და ნუ აი ესეთი დაძაბული ვითარება. მე ვარ გარანტი ქუთაისში აბსოლუტურად კაცურ სიტყვას გეუბნებით ყველას. ან გინდა მე დავჭერე. მე დავჭერე. რაც მინდა კაცო შენი მოგვარ რომ უნდა ზებას მოკლავ რა არია გასაკვირი. კაკო ჩვენ გიწევთ 15 წუთი ხო მორგო მოვადავთ. აგერგას შუახიძეთი შევხვდებით და ზე როგორც რამის დანასწორ. ვითარება კიდევ უფრო იძაბებოდა. დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ორივე მხარეს ერთნაირი შანსი ჰქონდა. ყოველ წუთს შეიძლებოდა ქალაქზე შეტევა დაწყებულიყო. მათ უპირატესობა არასდროს არ ქონიათ, მაგრამ ცოტა რისკიანი მეთაურები რო ყოლოდათ, ალბათ ქუთაისში ქუჩის ბრძოლები გაიმართებოდა. ცოტა რისკიანი მეთაურები რო ყოლოდათ. საქმე იმაშია, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, განსაკუთრებით თქვათ, როცა ნაწილდება რაღაცა, შენ იცი რომ პირველი ხაზი, მეორე ხაზი შემოემატება, ან შევსება რაღაც პერიოდში, მერე ძალიან დიდი დრო დაჭირდა ტექნიკის წამოშველიებას, ასე ვთქვათ. ანუ ის რაც ქუთაისში იყო, მთელი დღე ფაქტიურად იმის ამარა ვიყავი ჩვენ, საბრძოლო მასალების ჩათვლით. იქ იჯდა ერთი კაცი ქუთაისში კორპუსში, რომელიც ჩვენი კაცი ქვია. და იცოდა ყველაფერი ეს რომ გუბისწყალზე ვიდექით და იქ თევზაზე ეუბნებოდა იმ კაცს, რომ თუ წამოვიდნენ რა ვქნა რა გვიშველებაო. ანუ იყო ჩვენ გვეგონა რომ მეორე ეშელონი როგორც საუბრობდნენ ისე რომ მეორე ეშელონიცაა და ვერ გავალთ უომრად, ამიტომ შევჩერდით უფრო. მონაცემი არ ქონდა რა თქმა უნდა. ის კაცი ვინც ჩვენებურად ვიდა თავზე ჩვენიანი იყო და იჯდა იქ შეიძლება ვერ გამოსულიყო, მაგრამ რაღაც საშუალებით შეეძლო მას ჩვენთვის ეს ცნობებია. ის მაინც რომ მეორე ეშელონი არ დგას და მაინც უომრად იქნებოდა გასვლა. მაინც ერთი ტყვი არ გავარდებოდა თვალწინამდე გარისგან და მარტო თევზაზე ხო არ შეგვებრძოლებოდა ასფალტზე. აი ეს იყო რომ ის ჩვენი კაცი რო ქვია, ემან უნდა გაიგვიძოს და თვითონ უნდა თქვას, თვითონ ვინც დააშავა. დადის დღეს, ჭამს, სვამს, თალღერზე საუბრობს, ჭიქებს, უჭახუნებს ხალხს, ვაშკაცობაზე თავზებს, მაგრამ მე რატომ უნდა გავაცხადო ვინცაა ხელდა მაზარია. დილით ქუთაისელებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ქალაქში სამხედროები დაინახეს. ტექნიკა კი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. როგორც იქნა თავდაცვის სამინისტროში საწვავი იშოვეს.
ნემო ბურჭულაძე კონსპირაციულ ბინაში ელოდა ამბოხებულების შემოსვლას. ფაქტიურად იყო ქალაქის ცენტრი საზეიმო განწყობა, ასე ვთქვათ, რომ აი გვაშველება ამ დროს ის ხმაც გავრცელდა, რომ არ ვიცი ზუსტად იყო თუ არა, შეიძლება ჭორია, მაგრამ რომ მოყავთ შაშიაშვილი ტანკის ლულაზე რაღაც დაბმული და ზეიმი იყო, ასე ვთქვათ. ზუგდიდშიც ვეღარ ითმენდნენ. ისინი ჩქარობდნენ. ქუთაისში შესვლა და იქ ზუგდიდში ხელისუფლების აღება ერთი იქნებოდა. ყველაფერი ეს ეკიდა ერთ ძაბზე, ქუთაისში ესენი შეძლებდნენ შესვლას თუ ვერ შეძლებდნენ. ამიტომ იმთავითვე ლაპარაკის გაგრძელება იყო ესეთ შემოთავაზება, რომ შემოვალთო და ქუთაისში დავილაპარაკოთ, იყო მიუღებელი აბსოლუტურად. მარტო ელიავაც რო შემოსულიყო სალაპარაკოთ ქუთაისში, ეს იქნებოდა სიგნალი ბევრი რამის. ამიტომ იმთავითვე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არანაირი ლაპარაკი ამ თემაზე არ შეიძლება ყოფილიყო. ზუგდიდელებმა ბოლოს მაინც ვერ მოითმინეს. ნემო ბურჭულაძის განცხადება კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე რუსის სამშვიდობოების შტაბში მაინც მიიტანეს და მათგან ნეიტრალიტეტის დაცვა მოითხოვეს. არადა ეს განცხადება მხოლოდ ქუთაისში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცათ რუსებისთვის. 8-7 40 54 აი მე გეუბნები. ამბოხებულების შტაბში აშკარა დაბრუნებულობა იყო. მათ ვერ შეძლეს ქუთაისში მოულოდნელად შესვლა. ბრძოლის დაწყებას კი ვეღარ ბედავდნენ. მათ მხოლოდ და მხოლოდ ხონში ჩასული მთავრობის წევრები ჰყავდათ მძევლად. თბილისში ზვიადისტების დევნა დაიწყო. ქალაქი გადაიკეტა. უპირატესობა ნელ-ნელა ხელისუფლების მხარეზე გადადიოდა. შუა დღისას ამბოხებულებს უკვე ყველა შანსი დაკარგული ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროს ყველაზე ბრძოლის უნარიანი ნაწილები პოზიციებზე იყო. არტილერიას უკვე მიზანში ჰყავდა მოწინააღმდეგე. მიუხედავად ამისა, ამბოხებულებმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს. რევაზ ასმავას ბრძანებით ტექნიკა და პირადი შემადგენლობა ქუთაისისკენ დაიძრა. მე ამბოხეების ტექნიკა მდინარე გუბისწყლის ხიდს უახლოვდებოდა. პირველ ტანკში აჯანყებულთა პოლიტიკური ლიდერი ზაურ კვარაცხელია ჩაჯდა. დინარის მეორე მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა ბრძოლისათვის მზადება დაიწყეს. ახლა უკვე ყველაფერს იარაღი გადაწყვეტდა. ცოტა ხანში ცეცხლიც გაიხსნა. მეცაც ვიტყვი ახლა დღეს შეიძლება ამის თქო. ჩვენ მაშინ ვისროლეთ მთელი მარაგი რაც გქონდა. თავარი იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და артиллерия და ანძლიერი საშუალება ამაგის. ერთი შეტევა და შესაძლოა მეამბოხეები ქუთაისისკენ გაჭრილიყვნენ. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებს ჭურვები ხომ საერთოდ აღარ ჰქონდა. მაგრამ ამბოხებულებშიც უკვე აღარ იყო ერთსულოვნება. ისინი მორალურად გატყდნენ. ნახევარსაათიანმა артиллерიის ზალპმა აჯანყების ბედი ერთბაშად გადაწყვიტა. სროლა დაიწყო, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდებოდა სროლა. ეკიპაჟის ძირითადმა შემადგენლობამ ფაქტურად მიატოვეს ეკიპაჟები და დაიმალნენ და ხედავთ თქვენ არის თავშესაფარი გზის მარცხენა მხარეს, აი ეკედა მარცხენა მხარეს. საღამოს ამბოხებულებში შოთა კვირაია გამოჩნდა. უშიშროების ყოფილი მინისტრი ელიავას ახლო ნათესავი. მისმა მოსვლამ და აკაკი ელიავასთან ნახევარსაათიანმა საუბარმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამბოხებულების მერყეობას. მე კვირაიას არ ვიცნობდი, გავედი უკან დავდექი 100 მეტრზე უკან იქ. შემდეგ აგონდა ჩვენ მოვილაპარაკეთ ასე არის საქმე, მეც იქით ვერ გავდივართ, უნდა გავწყვიტოთ ესენი, ეს ხალხი ვიმწყავს აქ. მივცეთ და ჩვენ გვეუბნებიან რომ გავიდეთ და ცხენის წყალზე დავდგეთ. ერთი სიტყვით ისინი დავაბრუნეთ დისლოკაციის ადგილზე, გავუშვით ოფიცრები, გავუშვით ჯარისკაცები, იმათ დავუბრუნეთ იარაღები ქუთაისის ბრიგადას, დავუბრუნეთ იარაღები, გავაცილეთ მაგათ ჯარისკაცები, ოფიცრები, ყველა ეს ხალხი ვინც იყო აქეთ გახოკიძე, შაშიაშვილი, გავადარეთ ხიდზე და გავუშვით და გადავეცით
იქით კვირაიას, შოთა კვირაიას. ჩვენ რომ მოbrunდით მაშინ, შემდეგ მოვილაპარაკეთ და ვთქვით, აბა ჩვენ ახლა ვინც მოთავეები ვართ, იქ რამდენი კაციც ვიყავით, ჩვენ უნდა წავიდეთ ამ დღეს, ან უნდა დავიმალოთ საზნე. ქალაქი დღეს არ იქნება, რო არ ჩავბარდეთ ამ ხალხს. და შემდეგ გვიჩვენებს უკვე მოვლენები რა მოხდება. ასე დასრულდა 19 ოქტომბრის პერიპეტიები. გუბის წყალზე მომხდარ შეტაკებებს 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამბოხის წარუმატებლად დასრულების მიუხედავად, პოლიტიკური ვნებათაღელვა სამეგრელოში კიდევ დიდი ხანი გაგრძელდა. ამბოხების დამარცხების შემდეგ ელიავა ტყეში გაიხიზნა. ხოლო დანარჩენმა მეთაურებმა ისევ აჭარაში აფარეს თავი. რამდენიმე თვის შემდეგ ასლან აბაშიძემ მათგან კატეგორიულად მოითხოვა დაეტოვებინათ ავტონომია. ზაურ კვარაცხელია ამბოხებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ სამეგრელოში დააპატიმრეს. ეს გამოსვლა გარდუვალი იყო. ესე იგი ძალა იყო დაგროვილი იყო ეს აუტანლობა ამ ხელისუფლების და ის რაღაცა ფორმით უნდა გამოვლენილიყო. ეს გამოვლინდებოდა 19 ოქტომბერს, 19 დეკემბერს თუ უფრო მოგვიანებით თუ უფრო ადრე, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას თავისი, აი ამ ძალას თავისთავად უნდა დაეფიქსირებია. უნდა ერთხელ განეცხადებია სერიოზული პრეტენზია, რომ მე ისევ მოდივარ ხელისუფლებაში. აი ეს იყო გარდუვალი, ეს იმდენად დუღდა შიგნით ეს პროცესები, რომ აი კიდევ ამბობ ახლა თბილისიდან ლამაზად ჩანდა ყველაფერი და კაბინეტებიდან ისე კარგად რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ შიგნით იქ საკმარის იყო რამდენი დღე ჩასულიყავი სამეგრელოში და სულ სხვა სიტუაციას დაინახავდი. იმ დროს საქართველოში იწყება საარჩევნო ციკლი. პირველი დიდი საარჩევნო ციკლი, რომელიც დაიწყო 98 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით და დასრულდა 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებით. აი იმ განწყობამ, რომელიც არსებობდა პოლიტიკურ ძალებში, რომ ისინი შეძლებდნენ თავისი პოლიტიკური ამბიციის განხორციელებას კონსტიტუციური გზით, არ საარჩევნო გზით, გარკვეულწილად შეუმსუბუქა ხელისუფლებას ამოცანა. ვინაიდან აკაკი ელიავას დაჯგუფება აღმოჩნდა იზოლირებული. არც ერთმა ლეგალურმა პოლიტიკურმა ძალამ მას ფაქტიურად მხარი არ დაუჭირა. აქედან გამომდინარე ის მოქმედებდა სრულ ვაკუუმში და მისი დამარცხება ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით იყო გარდაუვალი. წაგების მიუხედავად უყოლოდ არასოდეს არ ქრება დამოკიდებულება ხალხისა, რომელიც მაინც მოთხოვს ხელისუფლებას, რასახისაც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება, დემოკრატიული, ავტორიტარული, სხვანაირი, მაინც თავისას მოთხოვს და აკეთებს ხოლმე. ისე რომ ფაქტურად ეს შეიძლება ვთქვათ ესე, რომ ცუდად ხომ მაინც აღარ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთები. ვინაიდან არა მარტო მაშინ, არამედ მანამდეც მთელი ამ წლების მანძილზე უამრავმა ადამიანმა, ათასობით ადამიანმა თავი გაწირა, ვერავინ ვერ დააბრალებს ვერც ერთ მათგანს, რომ ისინი ან რაღაც სხვა რამისთვის იბრძოდნენ, გარდა თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, თავისუფლებისათვის. 19 ოქტომბრის ამბოხი გამსახურდიას მომხრეების 7 წლიანი ომის ბოლო გაბრძოლება იყო, რომელიც მათი საბოლოო მარცხით დასრულდა. ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში თითქოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო. ხელისუფლება შეეცადა გამსახურდიას მომხრეებთან საერთო ენა გამოენახა. პარლამენტში სპეციალური შერიგების კომისიაც შეიქმნა, რომლის მუშაობის შემდეგ პოლიტპატიმრების დიდი ნაწილი ციხეებიდან გამოუშვეს. მათ შორის ამბოხების ორგანიზატორი ზაურ კვარაცხელია. კვარაცხელია ამის შემდეგ პოლიტიკურ არენაზე აღარ გამოჩენილა. საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ ტყეში გახიზნული პარტიზანებიც, მათ შორის რევაზ ასმავა და აკაკი ელიავა. თბილისში დაბრუნდა ნემო ბურჭულაძეც. თუმცა ამით გამსახურდიას მომხრეების გულის მოგება ედუარდ შევარდნაძემ მაინც ვერ შეძლო. ელიავა საკუთარ თავს მაინც ხელისუფლების დაუძინებელ მტრად თვლიდა. ორ ხელისუფლიანობა, ერთი ხელისუფლება ვარ ჩვენთან მოდიან ეს გლეხები, დღეს მე ნახეთ სოფლები, ყველა თითქმის უმრავლესობა თუ მიწის საკითხია, თუ რაღაცა საკითხია, უპირველეს ყოვლისა ჩვენთან მოდიან და ჩვენთან წყდება ეს საკითხი. აკაკი ელიავა სამხედრო აღარ იყო, მაგრამ იარაღს მაინც არასოდეს იშორებდა. ის არც პოლიტიკიდან აპირებდა წასვლას. ელიავა ხელისუფლებას ღიად დასცინოდა, რაზეც მან საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი. 2001 წლის 21 ივნისს თბილისიდან სამეგრელოში მიმავალი აკაკი ელიავა ზესტაფონში პოლიციამ 4 თანამებრძოლთან ერთად შეაჩერა და იარაღის უკანონო დარების საბაბით პოლიციის შენობაში გადაიყვანა.
მოგონა ჩავაბარე შეცაბარებია თუ მაგალითად კაცურად გეუბნებიათ ან დაგვითხრა დაჭერილი ხარ მაგაზე დამომადა ვინ ვარ არა რა თქმა უნდა ზმობადოა კაფელები ვარ კაცები ვარ მეგობრებო კაცურად ნაკანაკასაგერ მიეს დიარაღი განახერხ მიეს ჩაწერილი ეგერი არა ეგას რა ეს უნდა ბლო მოვა აგერ ხელმძღვანელობა მოვა ხელმძღვანელობა და აი გადაწყვეტა ჩაგავარეთ ისი არა რა ზოგადად საკვირველზე 54 რა იარაღია ჩეზი Olegi Nasmushvili politsiya suprosi თქვენთან ერთი წუთი თუ შეიძლება? გამარჯობა. გამარჯობა თიჯა. გამარჯობა. ბატონ გაგვეცო. შეიძლება ჩვენ ვირავა? კი, კოჩა. რამდენიმე საათიანი კამათისა და აურზაურის შემდეგ მათ იმერეთის სამხედრო პოლიციის შეფი გენერალი რუბენ ასანიძემ ძევლა დაიყვანეს და ისე შეეცადნენ ზესტაფონიდან გასვლას. ხო, იარაღები ახლა ისა რა ქვია, პირში აქვს, მიცემული და ჩავადებიეთ ახლა ჯიბეში ველაპარაკებით და დაწმარდნენ თვითონ და შეშინებულებიც არიან ცოტა. მე ძენ დავждები უკან რას მაჭირა. არა, უკან დავждები. ძალიან. ზესტაფონის პოლიციის ეზოში, როცა ელიავა მძევრებთან ერთად საკუთარ როლგაში აპირებდა ჩაჯდომას, სნაიპერის ტყვიამ წერტილი დაუსვა მის სიცოცხლეს. მასთან ერთად მოკლეს ელიავას ერთგული თანამებრძოლი გოჩა გვილავაც. აკაკი ელიავა გამსახურდიას გვარდიის უკანასკნელი მეომარი იყო, რომელიც ხელისუფლებასთან ბრძოლას შეეწირა. ელიავას სიკვდილის შემდეგ სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეების პარტიზანული მოძრაობა დასრულდა. 19 ოქტომბრის ამბოხის შესახებ გამოძიება პროკურატურამ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე შეწყვიტა. ახლა ამ საქმით სასამართლოს არქივის სარდაფებში აღარც არავინ ინტერესდება.